მართავდა იმ ქვეყანას მაშინ. ამიტომაც ჩვენ დღეს მორიგჯერ შევეხებით იმ მტკივნეულ პერიოდს, ჩვენთან მობრძანებული გახლავთ ქალბატონი მაყვალა გონაშვილი, რომელიც წარმოადგენს მაშინდელ და ამჟამინდელ საქართველოს მწერალთა კავშირს, ვინც არ იცის ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელმა უნდა ითქვას, რომ მწერალთა კავშირი სხვა ხელოვანთა პროფესიულ გაერთიანებებთან, კავშირებთან ერთად იყო მხატვართა კავშირი, მაგალითისთვის კინემატოგრაფისტთა კავშირი და სხვა. ეს პროფესიული გაერთიანებები თავის დროზე უზრუნველყოფდნენ მოცემული პროფესიის წარმომადგენლების ერთობას. რა თქმა უნდა, კონკურენცია ყოველთვის იყო დაპირისპირებებიც, მაგრამ ეს იყო ყოველთვის პროფესიული და გარკვეულ ჩარჩოში მოქცეული. მწერალთა კავშირი მე ჩემს ბავშვობას თუ გავიხსენებ, იყო ის ადგილი, სადაც თითოეულ მწერალს, მათ შორის ჩემი ოჯახის წევრსაც ყოველ დილით გული მიუწევდა, მიუჩქაროდა, უხაროდა იქ მისვლად, მაგრამ დადგა ერთი დღე ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს, როდესაც მწერლებს მწერალთა კავშირში ნიღბიანი სპეცრაზმელები შეუვარდნენ და მწერლები მწერალთა კავშირიდან გამოიყვანეს. აი ამ თემასთან დაკავშირებით თხოვეთ სწორედ ჩვენ ქალბატონ მაყვალას მობრძანება, მადლობა მას რომ დაგვთანხმდა და თუ ის უკვე არის ახლოს მოსული, იქნებ დარბაზშიც შემოვაცილოთ უკვე. მოგესალმებით ქალბატონო მაყვალა, დაბრძანდით. გვიხარია თქვენი დანახვა და ნახვა, დაბრძანდით თუ შეიძლება, როგორ ბრძანდებით? ქალბატონო მაყვალა, ჩვენ პირველ რიგში დავიწყოთ პროცედურით, სულ რამდენიმე წამს წაგვართმევს ეს. გაფრთხილება უნდა გაკეთდეს ასეთია წესი, რომ ამ კომისიის წინაშე გამოცხადება ჯერ ეს ერთი სავალდებულოა, ზოგიერთმა ეს ვერ გაიგო, ამიტომ უწევთ პროკურატურაში სიარული და ალბათ გამოიწერენ სასჯელსაც, ვნახოთ როგორი იქნება მოსამართლის გადაწყვეტილება, ეს ჯერ ვარაუდების დონეზეა, მაგრამ თქვენ შემთხვევაში ეს შესრულდა და მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ კომისიის გადაწყვეტილება შეასრულეთ და მობრძანდით. დიდი მადლობა. მეორე ნაწილი გაფრთხილების გახლავთ ის, რომ კომისიის წინაშე გამოცხადებული ყველა პირი აწერს ხელს იმ გაფრთხილების ტექსტს, რომელიც თქვენს წინ არის წარმოდგენილი და ალბათ სამდივნოსთან ერთად უკვე გაეცანით. ეს გაფრთხილება გულისხმობს იმას, რომ კითხვებზე უარი, პასუხისგაცემაზე უარი ან პასუხისთვის თავის არიდება, ან კიდევ განზრახს რო ახსნა განმარტება, ანუ მცდარი ფაქტების განზრახს წარმოდგენა სისხლის სამართლის წესით ისჯება. ეს რომ გავაკეთეთ ჩვენ გაფრთხილება, გთხოვთ ამის დასტურად ხელი მოაწეროთ დოკუმენტს და შევუდგებით მუშაობას. ქალბატონო მაყვალა, ვის და თქვენ არ გჭირდებათ ახსნა თუ როგორ ვიმუშაოთ. ვინაიდან ქრონოლოგიურად, ლოგიკურად აღწერო ფაქტები ეს თქვენი პროფესიაა და ისე მიიტანო მსმენელამდე, რომ გასაგები იყოს მისთვის ესეც თქვენი პროფესია და ამ მიმართულებაში თქვენ ერთ-ერთი სახელოვანი წარმომადგენელი ბრძანდებით. ამიტომაც თავისუფალი თხრობის რეჟიმში 10-15 წუთის განმავლობაში იქნებ პირველ რიგში ჩვენს ახალგაზრდა თაობას და არა მხოლოდ მათ მოახსენოთ, როგორ განვითარდა მოვლენები ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს საქართველოს მწერალთა კავშირის გარშემო. აქ არ იგულისხმება მხოლოდ შენობა, აქ იგულისხმება ინფრასტრუქტურასთან ერთად თვითონ პროფესიული გაერთიანება, რომელსაც ჰქონდა თავისი ისტორიული ადგილი, ფუძე, კერა, საიდანაც მოხდა მათი გამოდევნა. აი ამ მოვლენებთან დაკავშირებით ქრონოლოგიურად, გვარებით, სახელებით, ფაქტებით, რასაც თქვენ შეესწარით და რისი მოწმეც იყავით, რომ მოუყვეთ ჩვენს კომისიას და საზოგადოებას, რომელიც პირდაპირ ეთერში უსმენს ამ ყოველიას. გთხოვთ. დიდი მადლობა.
დავიწყებ იმით, რომ რადგან თქვენ ახსენეთ ახალგაზრდები და ჩემთვისაც უპირველესი მაინც ახალგაზრდები და მათი რწმენა და მათი სწორად ხედვა არის, სწორი ხედვა, დავიწყებ იმით, რომ ძალიან ხშირად, როცა მე ახალგაზრდებს უამბობ იმ უმძიმეს წლებზე, რაც ვარდებით მოსულმა ხელისუფლებამ მხოლოდ ეკლებიღა დატოვა, ვეუბნები ხოლმე, რომ ხშირად ამბობენ, მაინც კომუნისტური გადმონაშთი იყო მწერალთა კავშირზე და მე პირველი რასაც ვეუბნები, რადგან მათ კარგად იციან ექვთიმე თაყაიშვილის ფასი და ღირსება, ვამბობ, რომ მწერალთა კავშირი შეიქმნა 1916 წელს ექვთიმე თაყაიშვილის პროექტით. ექვთიმე ბრძანებდა, რომ საჭიროა შეიქმნას მწერალთა კავშირი, რათა წინა წარუძღვეს ერსა. და 1917 წელს უკვე ეს დამტკიცდა და მისი დამფუძნებლები იყვნენ ისეთი დიდი ქართველები, როგორიც იყო მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, გალაქტიონ ტაბიძე, პაოლოიაშვილი და პირველი თავმჯდომარე იყო კოტე მაყაშვილი, გმირი მაყაშვილის მამა. საოცრად ეროვნული ადამიანების კრებული იყო ეს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იცოდნენ, რომ ჯერ ერთი ისედაც იმ პერიოდშიც, რასაც ერქვა საშინელი კომუნისტური ეპოქა, მაშინაც ქართველმა მწერლებმა არ დაივიწყეს მისია წინ წარუძღდნენ ერს. მეორე რისი თქმაც მინდა, ეს არის, რომ 2004 წელს როგორც კი მოვიდნენ და ვარდების რევოლუცია, მწერალთა კავშირის იმდროიდელი თავმჯდომარე გადადგა, ჯერ არ უწევდა მას გადადგომა, იმიტომ რომ უკვე კარგად იცოდა, რომ ადამიანი, რომელმაც დაწერა გიჟი სახურავზე, ჯერ კიდევ ქართველებს ეგონათ, რომ გმირი მოდიოდა და მან დაწერა გიჟი სახურავზე, ამის გამო იცოდა, რომ მწერალთა კავშირს ძალიან ცუდი დღეები ელოდა. ამით შეეს მე მაშინ მოადგილე ვიყავი და აი პირველი რაც იყო ის, რომ ქართველი მწერლები, ეროვნული მწერლები ტაშით და მართლაც ვარდებით არ დახვდნენ ახალ ხელისუფლებას. ამას მოსდევს ის, რომ სულ მცირე ხანში მწერალთა კავშირში მოდის წერილი, რომ მწერალთა კავშირის ისტორიული შენობა, რომელიც 1920 წლიდან მწერლების საკუთრება არის, ეს უკვე ზოგჯერ არასწორად ამბობენ, რომ თითქოს ის გადასცა მისმა პირველმა მფლობელმა სარაჯიშვილმა. სარაჯიშვილის სურვილი იყო, მაგრამ ის გაცილებით ადრე გარდაიცვალა, შენობა ეკუთვნოდა ხოშტარიას და ტიციან ტაბიძის, პაოლოიაშვილის და მიხეილ ჯავახიშვილის თხოვნით მან ეს შენობა გადასცა საქართველოს მწერალთა კავშირს. როცა შემოვიდნენ კომუნისტები და აპირებდნენ ამ შენობის შტურმით აღებას, ისე როგორც აიღეს სააკაშვილის ხელისუფლების დროს, დახვდა ისევ ქართველი მწერლობა და იმ დროის ერთ-ერთი იურისტი, რომელიც იყო სახელად ბარათაშვილი, ასეთ სიტყვებს ამბობს. ყველა დროის თავრობას წყევლით მოიხსენიებს საქართველო, თუ ის ქართველ მწერლებს ამ შენობიდან გამოდევნის. ის რაც ვერ გაბედეს პირსისყრიანმა კომუნისტებმა, გაბედეს დემოკრატიის ნიღბით მოსულმა ადამიანებმა. პირველი რაც ჩვენთვის იყო შემაწუხებელი, ეს არის ის პერიოდი, ჩემზე უკვე თქვენ მოგეხსენებათ, როცა გონია რომ ბრეხტის სპექტაკლის გმირი ხარ, იყიდეთ რამე, იყიდეთ ჩქარა, გესმის ყველგან, ხედავ ტელევიზიით ბათუმში როგორ გამოდევნეს დევნილები და როგორ უჭირავს ხელში დედას ინვალიდი შვილი, შიშიმუპირს ვამბობთ ახლა, მაგრამ ამით არ სუბუქდება მისი ტკივილი და როგორ ყრიან ფანჯრიდან ყველაფერს ამ ქალბატონი. აი ეს ამ პერიოდში ერთადერთი ორგანიზაცია, ვინც საოცარი პროტესტი გამოხატა და წერილებს ბეჭდავდით, ვიყავით ჩვენ მწერალთა კავშირები და ძალიან მალე ჩვენც მივიღეთ წერილი, რომ მწერალთა კავშირის შენობა უნდა გადასცემოდა ეკონომიკის სამინისტროს. ეს არ იყო ესე უბრალო წინადადება და უბრალოდ თავზარდამცემი წინადადება, იმიტომ რომ კარგად ვიცოდით, როცა ეკონომიკის სამინისტროში გადადიოდა ქონება, როგორ იყიდებოდა. ამ პერიოდში მეც დამიბარეს პარლამენტში, იმის გამო რომ იფიქრეს იქნებ შევარბილოთ წინააღმდეგობებიო და შემომთავაზეს, რომ თუ ინერვიულებთ მაგაზე შენობა მაინც დაკარგავთ, მაგრამ ჩვენ ფონდს შევქმნით და შენ იქნები ფონდის დირექტორიო. ამ დროისთვის თავმჯდომარე. ამ დროისთვის, რადგან გვარებით უნდა დავასახელოთ, ეს არის წესი სამართლიანობის, კომიტეტს ხელმძღვანელობდა ბატონი ნოდარ გრიგალაშვილი, რომელიც თავადაც იყო და დარწმუნებული ვარ, რომ მისთვისაც არ იყო მსუბუქი, ხლა მე ეს რომ მწერალთა კავშირის შენობაზე ასეთი შავი ღრუბელი იყო მოგროვილი და მე ვკითხე, რომ კი, მაგრამ მე და ბატონი ვაჟა აზარაშვილი ვიცავთ შენობებს, რომ არ გაიყიდოს. რა ბედი ელის მას? მითხრა, ეგ საკითხი უკვე გადაწყვეტილია უარყოფითად.
გამოვედი და იმავე დღეს მე ბატონმა ვაჟა აზარაშვილმა, ბატონმა გიგა ლორდქიფანიძემ გავმართეთ დიდი მიტინგი. მაშინ ჩვენ არ ვიყავით განებივრებული მხარდაჭერით, ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ხელფასები შეგვიწყვიტეს. ესეც კანონდარღვევით მოხდა, მაგასაც მოგახსენებთ. ისე გაიტანეს შემოქმედებითი კავშირების კანონი პარლამენტში, რომ არც ერთმა შემოქმედებითმა კავშირმა არ ვიცოდით, რომ ჩვენი კანონი გადიოდა. და აი რა შეიცვალა. ჩვენ ვიყავით საჯარო სამართლის იურიდიული პირი, შეგვიცვალეს სტატუსი, გაგვხადეს IP და ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ უამრავი უფლებები, რაც კი ჩვენ იქამდე გქონდა, მათ შორის ხელფასიც უეცრად შეწყდა. ვიყავით ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე სახელმწიფოსგან, არა ხელფასი და უკვე ვკარგავდით მთავარ რამეს, შენობას. წაგვართვეს ყველაფერი. წაგვართვეს მაჩაბლის 11, რომელშიც ახლა ოლიმპიური კომიტეტია, ის იყო ზვიად გამსახურდიას მიერ საჩუქრად გადაცემული ქართველი მწერლებისთვის და ბატონი მუხრან მაჭავარიანის თავმჯდომარეობის დროს. გაგვიყიდეს პოლიკლინიკა, რომელიც მწერალთა კავშირის საკუთრება იყო. გვართმევდნენ აჭარაში მწერალთა დასასვენებელ სახლს. მე სასამართლოდან სასამართლოში მიწევდა სიარული თითქმის ყოველ დღე მახსოვს, მარტო იანვრის თვეში 12 ჯერ მომიწია ბათუმში ჩასვლა, იმიტომ რომ დამეცვა იქაური ქონება. ყველაზე შემზარავი კი ეს ყველაფერი მაინც იყო მტკივნეული, მაგრამ არა შემზარავი. ყველაზე შემზარავი იყო ის, რომ როცა ჩვენ ბოლოს მივიღეთ წერილი ხელისუფლებისგან, რომ უნდა დაგვეცალა შენობა, ისევ შევიტანეთ სარჩელი, რომ ვფიქრობდით, როცა წარმოებაში არის საქმე, ვიცით, რომ ამდენი მაინც ვიცით, რომ არ შეიძლება მაშინ რაიმის აღსრულება. და სადამ ამ წერილს შევიტანდით, მწერალთა კავშირში ღამეს ვათენდით ქართველი მწერლები და ჩვენთან ერთად მე მაცულებს მინდა მადლობა გადაუხადო, სასულიერო პირები, მეუფე თადეოზი, ბატონი რეზო ჩხეიძე, ბატონი გივი თოიძე, მთელი საქართველოს რჩეული შვილები ჩვენთან ერთად ღამეებს ათენებდნენ, ეს მოხუცი ადამიანები და პირველად როცა ჩვენ გვითხრეს, რომ საქმე წარმოებაში არის წასულიო, პირველად დავტოვეთ შენობა ღამით და იმ ღამეს ვითომ ბედნიერმა დავიცინე. მაგრამ ღამის 4 საათზე 2007 წლის 21 აგვისტოს მირეკავენ, რომ შენობა გატეხესო. მე ვიფიქრე, რომ ალბათ ქურდებმა ვერ წარმოვიდგენდი, რომ იმ მაშინაც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ყველაფერი ვიცოდი ვინ იყვნენ, მაგრამ თუ ამდენს გაბედავდნენ. და სასწრაფოდ მივედი და დაურეკე ადვოკატსაც. მე შემეშინდა, რომ რამე არ დამაბრაულ მეთქი, რომ ანუ რამე რომ გაეტანათ, მე პირიქით არ შემოებრუნებიათ ჩვენ საწინააღმდეგო და არ ეთქვათ, რომ მწერალთა კავშირში ნივთები დაკარგულია. ამიტომ ძალიან მინდოდა, რომ ადვოკატთან ერთად გადამებარებინა თუნდაც ეს ქონება, სადამ რაიმეს გონზე მოვიდოდით. მითხრეს, რომ არაფრის უფლება არ მქონდა, გარდა იმისა, რომ ჩემი წიგნები გამომეტანა ჩემი კაბინეტიდან. და მე ამაზე მძიმე ღამე არ მინახია. 2007 წლის ღამეა, მაჩაბელი მთლიანად გადაკეტილია ნიღბიანი ადამიანებით, მაჩაბლის პირველიდან 14-მდე არავის სახე არ უჩანს, ღამის 4 საათია და სიბნელეში შევდივარ მწერალთა კავშირის შენობაში. და გალაქტიონ არ ვიცი რატომ ხო შეიძლება და ისე გადაებარებიათ ეს ქონება. გალაქტიონის სურათი ეგდო კიბეზე და ღვთისმშობელი. ეს ორი, არ ვიცი, ეს თითქოს სპეციალურად დამახვედრეს და ზედ ფეხებით გადიოდნენ და გამოდიოდნენ. და შევედი ჩემს კაბინეტში და მესმის საშინელი ხმები პირველი სართულიდან ჩავირბინეთ, ჩემი წიგნების დარდი ნაკლებად მქონდა და ვხედავ ფანჯრიდან იყრება ყველაფერი, რაც კი შეიძლება გადაიყაროს ნივთები. და მე შევეხვეწე, რომ თან უხსნი ამათ. სახეს რო ვერ ხედავ ადამიანის, ძალიან ძნელია მას რამე აუხსნა. გეჩვენება, რომ კედელს სერცს აყრი და ვეუბნები, რომ იცით, აი აქ კონსტანტინე გამსახურდია იჯდა, ამ სკამს არ შეეხოთ, ამას არ შეეხოთ, აი ესე ვაფრთხილებ და პასუხი არ არის. მერე უკვე და ეტყობა, მაინც იცოდნენ მათაც რა უნდა გადაეგდოთ, უფრო თანამედროვე ნივთებს ყრიდნენ, რომელიც მერე წაიღეს ვანის ქუჩაზე და იქ სადაც თურმე 27 წელში აპატიმრებდნენ ნივთებს 27 წლის დასჯილი ადამიანების და სხვა ნივთები დალუქეს და მე როცა ავედი ოთახში, მაშინ პირველად გავიგე რას ნიშნავს გავშრი. იმიტომ რომ უცებ ვგრძნობ, რომ ვერ ვლაპარაკობ.
და დღემდე გამყვა ამის შიში, როცა გამოვდივარ სადმე, სულ ვფიქრობ, რომ წყალი თუ არის ნეტა იქ. თურმე დამემართა დიაბეტი, მას მერე დიაბეტი მაქვს. და ვთხოვე ერთ-ერთ ნიღბოსას, რომ წყალი ვანიშნებ და უცებ მოიგლიჯა, მან ნიღაბი 20 წლამდე ბიჭი იქნებოდა და გამიკვირდა, რომ სახით შემომხედა. და წყალი რომ მომაწოდა, უთხარი, რომ შვილო მეთქი ნივთები ჩამატანიე და მიპასუხა, რომ მეო გუშინ ბიჭი შემეძინაო. მეო დღეიდან მივდივარო სამსახურიდან, იმიტომ რომ მე ვერ ვეტყვი ჩემ შვილსო, რომ მე მწერალთა კავშირის დარბევაში მივიღე მონაწილეობაო. მათ შორისაც რა თქმა უნდა იყვნენ ღირსეულები და აი მეორე დღე გათენდა, უკვე მთელმა თბილისმა გაიგო ეს და ისმის პოლიციამ რკინის ღობე შემოარტყა მწერალთა კავშირს, ისმის საშინელი ხმები ადამიანების მანქურთებო ეძახიან პოლიციას და მე პირველი რაც მოვიფიქრე, გავიქეცი ყვავილების გამყიდველებთან. და ჩვენ ახლა თანხა დიდი არაფერი ქონდა, ამიტომ ვთხოვე, რომ ძველი ვარდები თუ გაქვთ, დამჭყდარი ვარდები მომეცით, მე უნდა მწერალთა კავშირი შემოვღობო ყვავილებით, ვარდებით და მეკითხები რა გინდა ძველი ვარდები, აუხსენი რომ ესეთი ამბავი მოხდა. და აი ამ ქალებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ მხოლოდ ამ ყვავილების გაყიდვით, უეცრად მოიტანეს მაკრატლები. ყველა მოაჭრა თავი ახალ ვარდებს და ეკლების უშველებელი თაიგული გამომატანეს და ასე შემოღობეთ მწერალთა კავშირი და ვთქვი, რომ ეს იყო ჩვენი აქცია, რომ ვარდების რევოლუციიდან მხოლოდ ეს ეკლებიღა დარჩა. მე მინდა წაგიკითხოთ იმ დროის დიდი ქართველების, ჩემი უფროსი მეგობრების წერილები, პატარა ნაწყვეტები თუ რას წერდა თითოეული მათგანი. ბატონი ჭაბუ ამირეჯები უკვე ისე იყო, რომ ვერ მოდიოდა ჩვენთან მიტინგებზე, ამიტომ წერილებს ყოველ დღე მიგზავნი და ხელნაწერი მაქვს მისი და ასეთ რამეს წერდა. მაყვალა გენაცვალე, მოგეხსენება ცხოვრება, ბრძოლაა და ქვეყანაზე ცუდი კაცები ჭარბობენ. ეგენი არ გაახარო შვილო. ათონის მონასტრის ფილაქანზე ამოტვიფრული იდექი კვიდრად და ურყევად. ჭაბუა ამირეჯიბი. ასევე ბატონი ჭაბუა გაზეთში წერდა. ბნელეთის მოციქულებო, ქართულ ლიტერატურას ვერც თქვენმა წინაპრებმა მოჭამეს ფეხები და ვერც თქვენ მოერევით ქართველი ერის სულიერების სახლს. ჭკუით იყავით, ჭკუით. ყველა ქართველისათვის უსაყვარლესი ჩემი უფროსი მეგობარი წერდა ასეთ ამას, ლადომრელაშვილი. მე დამიწვია თქვენი სამართალი. ისეთი სამართალი, რომელიც ნადირთა სამართალს უტოლდება. თუ ნაღდი ეროვნული მწერალი ქვია, ამგვარ ბოროტებას სიკვდილის შიშითაც არ გაუყუჩდები. გურამ დოჩანაშვილის სიტყვებიც მინდა წაგიკითხოთ. დღეს საქართველოში ადამიანები პოლიტიკურ ცხოველებად იქცნენ. რამდენად კარგი პოლიტიკოსები გვყავს, ძალიან ძნელი სათქმელია. პოლიტიკური სარბიელი რომ ცხოველთა შერკინებას დაემსგავსა, ეს ცხადია. ახლა სწორედ ცხოველური ინსტინქტები დაგლიჯეს საქართველო. ეროვნულობის აღმოფხვრის, კულტურის ღრმა ფესვების განადგურებით იწყებენ ამას. როგორ შეიძლება მწერალთა კავშირის ტაძარი გაყიდო, ან გააჩუქო, ან წაართვა? ეს არის თითოეული მოქალაქის შემოქმედის საკუთრება, ჩვენი დიდი მამების დანატოვარი. ბატონი რეზო ჭეიშვილი წერს, დღეს რაც ხდება აღმაშფოთებელია. მე ვეწინააღმდეგები ხელისუფლების აღებულ კურსს. საქართველოს მწერალთა სახლი იპოდრომი ხომ არ გონიათ მათ? თუ ეს ხელისუფლება გონს არ მოვა, სწორედ ამ შენობაში გაეთხრებათ სამარე. შემდეგ სასამართლო პროცესები გრძელდებოდა დაუსრულებლად. იქამდე სადამ ამ შენობას წაგვართვებდი და ჯერ კიდე მე შენობაში ვიჯექი, პროკურატურად შემოიყვანეს, ვითომ რაღაცის შემოწმება უნდათ, 6 თვე იჯდა პროკურატურა. ესეც იყო ჩვენზე ზერწოლის ერთ-ერთი ხერხი და როცა წავიდნენ, ჩემი ტელეფონი უცებ გამოირთო. ვერ მივხვდი რა ხდებოდა. იქ სადაც პროკურატურა იჯდა, ისმინებოდა ჩემი ყველა საუბარი და მხოლოდ იმ ოთახში მუშაობდა ჩემი ტელეფონი, ჩემი ზარი იყო გადაყვანილი იქ. სასამართლო პროცესებს ესწრებოდა ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანი, ოტია იოსელიანი, ანა კალანდაძე. ანა კალანდაძე იყო საოცრად გულობყვილო, კარგი გაგებით და ყველა სასამართლო პროცესის მერე ბედნიერი გადამეხვეოდა. ხომ გავიმარჯვეთ, მაყვალა მეკითხებოდა, მე მეღიმებოდა და ვეუბნებოდი, არა, უბრალოდ ეს ჩვენი გამოსვლები იყო ასეთი. აი ეს დღეები, რაც ჩვენ გადავიტანეთ, რაც ჩვენ ვნახეთ, წლები
გრძელდებოდა ასეთი შეურაცხყოფელი დამოკიდებულება, მაგალითად ვაჟა-ფშაველას იუბილეზეც კი არ მოგცეს მწერლებს სიტყვა, თვითონ ვაჟა-ფშაველაზე ჩასული მწერლები ვართ, ველოდებით, რომ აქ მაინც ის რაც ჩვენი წინაპარია, სიტყვის უფლება მაინც გვექნება, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ. ბოლო წუთამდე ყველა გამოვიდა მთავრობის წარმომადგენლები, გამოვიდნენ ბიზნესმენები, გამოვიდნენ მომღერლები, ბოლოს ისიც კი იმღერეს ხინკალო უნდა შაკკლაპოო და მე ვდგევარ ჩემი საჩუქრით, რომ მინდა ტარიელ ხალხელაურს გადავცე ვაჟა-ფშაველას პრემია და უფლება არ მომცეს, რომ მეთქვა ორიო სიტყვა. ისიც მახსოვს, როგორ ავიჭერი სცენაზე, ისიც მახსოვს, როგორ გამახსენდა უცებ ვაჟა-ფშაველას სიტყვები. რა საწოდავიერი ვართ ქართველები, წავა ქართველი ზოგიერთი უცხოეთში, ისწავლის ორ სიტყვას ინგლისურად და როცა დაბრუნდება, რუსულად და როცა დაბრუნდება, პირველი რასაც ებრძვის, ეს არის ქართული ხელოვნება და ეს არის ვეფხისტყაოსანი. და მერე ვაჟა წერდა, რომ ამ ადამიანებსო პატარა თხები ქვიათო და რქებსო იქ წაიმტვევენ, სადაც ქართული მწერლობაო. მე ეს თქვი სიტყვაში და ვთქვი, დღეს თქვენ რუსულის ნაცვლად ინგლისური ისწავლეთ კარგად, მაგრამ ზნევერ შეიცვალეთ, რაც თხებს ჰქონდათ, იმიტომ რომ სწორედ აქ, რასაც ქვია ქართული მწერლობა, წაიტეხთ კისერს. ვინ გაპატიებდა ამას იმ დროისთვის? პირველი რაც დამემართა იყო დიაბეტი და მეორე რაც მაშინ დამემართა შენობის წართმების მერე 10 ღამე საერთოდ არ დამძინებია და დამეწყო საშინელი წონასწორობების დაკარგვა და მხოლოდ იმიტომ ვიდექი ფეხზე, რომ ამას ითხოვდნენ ჩემი კოლეგები და მე უფლება არ მქონდა, რომ მეღალატა მათთვის. რა ვიცი, აი ეს რაც მე მახსოვს და რაც ჩემთვის დღესაც ძალიან ძიმე გასახსენებელია. მით უფრო დიდი მადლობა ქალბატონო მაყვალა, რომ ამ ყველაფერს კომისიის წინაშე იხსენებთ, რომ მტკივნეულია. თქვენი ნებართვით კითხვებს დავსვამთ. თქვენ თუ გქონდათ ან თქვენს რომელიმე კოლეგას მცდელობა, რომ შეხვედროდით მაშინდელ კულტურის მინისტრს, ვინ იყო ეს? პირველი კითხვა. ან სხვა მაღალჩინოსანს იმდროინდელი რეჟიმის, რომ რაღაცნაირად პრობლემა მოგეგვარებინა. რა თქმა უნდა. ჩვენ თითქმის ყოველ, იმიტომ რომ ახალი მოსულები იყვნენ ისინიც და მე და ჩემი მოადგილებიც, ბატონი რევაზ ბიშველაძე, რომელიც თავგანწირვით იბრძოდა სამართლიანობისთვის, ბატონი რეზო ჭეიშვილი და სხვები, მთელი ქართული მწერლობა, თითქმის ყოველდღე ვიდექით კულტურის სამინისტროს კართან და მახსოვს ერთხელ გოკამ პირად საუბარში თქვა გაბაშვილმა, ბატონო გოკა გაბაშვილმა, რომ ჩვენ ჩამორჩებით დროს, რადგან ვართ ფაშისტური ორგანიზაცია და სიტყვა ფაშიზმი ჩემთვის ისეთი მძიმე სიტყვაა დღემდე და უკითხე რას ნიშნავს მეთქი და თქვენო ვერ გრძნობთო თანამედროვეების ნიავსო, თქვენო ზედმეტად გიყვართ სამშობლო, გადაჭარბებული სიყვარული გაქვთ სამშობლოსიო. მე მახსოვს, რომ ძალიან ბევრჯერ ვიყავით ჩვენ მასთან, ფანტასტიკური წერილი დაწერა მე ამაზე ბატონმა რეზო მიშველაძემ, უწერს ასეთ რამეს, რომ შვილო გოკა, შენ ჩემი ვაჟიშვილის ხელა ხარ, ეხლა ის საძმო საფლავზეა, საქართველოს თავისუფლებას შეეწირა, შენ კი კაბინეტში ზიხარ და ჩვენ ქართველი მწერლები ამ სიცივეში საათობით გელოდებით, რომ იქნებ ნება იბოძოდა დალაპარაკებით მაინც დაგველაპარაკო. ბოლო ბრძოლა ძალიან დიდხანს გაგრძელდა და ერთადერთი მახსოვს ნიკა რურუა სიტყვიერად შეგვირდა, რომ უკვე იყო ლაპარაკი, ძალიან ესე იგი რო ვერაფრით ფიქრობ, რომ ვერ მოგვერივნენ, იმიტომ რომ დაუსრულებელი პროცესი იყო. ნიკა რურუამ გითხრა, რომ ჩვენ შემდეგში უკვე ეს იქნებოდა მწერლების სახლი და გვექნებოდა რამდენიმე ოთახი. ეს იყო ერთადერთი ცოტა დადებითი, რაც მთელ ამ პროცესში მე მახსოვს და ვაკუფლება ესეც არ თქვა. რაც შეეხება ხელისუფლებასთან შეხვედრას, არ შევხვედრივართ, არც იყო ამის საშუალება, იმიტომ რომ მათ დიდად არ ვეხატებოდით ჩვენ გულზე. თუმცა ბოლოს მოხდა ასეთი რამ, რომ როცა უკვე 7 ნოემბერმაც გაიარა და თვითონ ბატონი მიხეილ სააკაშვილის პრესტიჟიც საკმაოდ შერყეული იყო, მითხრეს, რომ მას ჰქონდა სურვილი მწერალთა კავშირის 90 წლის თავზე სიტყვით გამოსვლის.
რაზეც მე კატეგორიულად თქვი წინა უარი, იმიტომ რომ ის რაც მოხდა 7 ნოემბერს იმის მერე არც ერთ ხელისუფალს არ ქონდა უფლება რომ ჩვენს გვერდზე დამდგარიყო. ისევე როცა ჯემალ აჯიაშვილის პრემია გაიცა, მე ვიყავი ამ პროექტის ხელმძღვანელი წიგნისა, რუსთაველის პრემია მისცეს და დამიბარეს რომ პრეზიდენტის სასახლეში უნდა მივსულიყავი და ამეღო რადგან უკვე ჯემალი გარდაცვლილი იყო ეს პრემია, მე უარი განმაცხადე რომ მივსულიყავი ამ შეხვედრაზე. უკვე არავით არის სურვილი არ მქონდა, თუნდაც ეს ძალიან მძიმედ ფასად დამჯდომოდა. შესაბამისად, თქვენ ორ სხვადასხვა დროის კულტურის მინისტრთან, ბატონ გიორგი გოგაგაბაშვილთან და ნიკა რურუასთან გქონდათ გარკვეული კონტაქტები. ასევე მქონდა ვაშაძე, ხომ? დიახ. მინისტრი როცა იყო გრიგოლ ვაშაძე, მაგასაც გეტყვით, ბოლოს ის იგი მთელი ამ პროცესების, ჩვენი შეხლა შემოხლის, დაუსრულებელი მიტინგების, მაშინ ხო ჩვენ მიტინგებს არავინ გადასცემდა, მაგრამ საქართველოს მაინც იცოდა რა დღეში ვიყავით. მახსოვს რუსთაველის ძეგლთან გამოფინეთ ბანერი ვის შევჩივლო რუსთაველი მგუთარია და რას არ ვაკეთებით, ამის მერე უცებ მირეკავენ დამლაგებლები და მეუბნებენ, ნუ ქალბატონო მაყვალა მგონი შენობას გიბრუნებენ, ჩვენ უკვე დაგვიბარეს, მწერალთა სახლი ერქვა, ამ დონეზე ვიგებთ და ვალაგებთ შენობას და უცებ მივხვდი რომ რაღაც კიდევ ერთი მზაკრობა მზადდება და სასწრაფოდ დაურეკე ქართველ მწერლებს და მივადექით შენობაში დაგვხვდა რამდენიმე მწერალი, რომელიც იმ დროს აღიქმებოდა სააკაშვილის მომხრე მწერლებად, მათ შორის იყო სამადაშვილ კორძაია, იყო იმ დროინდელი საკრებულოს თავმჯდომარე მწერალი და კიდე რამდენიმე ადამიანი და დანარჩენი მთელი ქართული მწერლობა გარეთ ვიდექით და მე გამოვაცხადე რომ სიცოცხლის ფასად არ შეუშვებდი სხვას თუ ნამდვილ მეპატრონეს არ შეუშვებდნენ შიგ. ვაშაძე იქ იყო, უნდა გაეხსნა და შეწყვიტა იმ წუთას ეს შეხვედრა და დაგვიბარა, გვითხრა რომ არ ინერვიულოთ ქართველო მწერლებო, მე ერთ თვეში გადავწყვეტ ამას. ჩვენ დაბრუნდით ბედნიერები, მთელი ქართველი მწერლები ერთმანეთს ულოცავთ და ღამე გამოცხადა რომ ვაშაძე სხვა თანამდებობაზე გადავიდა. ეტყობა იცოდა და იმ წუთას გაანელა ჩვენი დიდი ეს თან ესე თქვა სიტყვები, ახლა ამასიანაც ვიხსენებდით იუმორში, სადამე აქავარო თქვენი საქმეო კარგად იქნებაო, ზუსტად 1 საათი იყო იქ და დამთავრდა ამით ჩვენი ბედნიერება და ჩვენი ტაში. ესეთი კურიოზებიც ჰქონდა. იცოდა რა რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ინიშნებოდა. 1 საათში გამოცხადა. ჩვენ გამოვედით შენობიდან, ვრეკავთ მწერლებთან, ულოცავთ ერთმანეთს და ტელევიზორი ჩავთეთ და მივხვდით რომ ხანმოკლე იყო ჩვენი დღესასწაული. ქალბატონო მაყვალა, როდესაც მწერალთა სახლი შეიქმნა და თქვენ ეს დამლაგებლებისგან როგორც თავადბრძანეთ შეიტყვეთ. ვინ დაინიშნა მწერალთა სახლის ხელმძღვანელად და ახალ ხელმძღვანელთან თუ გქონიათ ურთიერთობა ან მარტივად შევიდა ის შენობაში თუ არა, სირთულეები ხომ არ შეხვდა ამ პროტესტის ფონზე? ამ დროისთვის როცა დაინიშნა ნატა ლომოური, რამდენიმე მაშინ ვერ შევიდნენ. ამ პერიოდისთვის ვფიქრობდით უკვე რომ რაღაც დადებითისკენ წავიდოდა, დასაწყისში თითქოს მწერალთა კავშირიც შეიყვანეს საბჭოში, მაგრამ უცებ გაქრა ეს იმედები და ველოდებოდით, იცით რა არის, მე გამიგია სიტყვა რომ სულელიო, იმიტომ არისო რომ სულელისო, მაგრამ ჩვენ მაშინ ჩავთვალეთ რომ რადგან შეპირებული იყო ის ხელისუფლება, სააკაშვილის ხელისუფლება, რაღაც დადებითი იქნებოდა, მაგრამ არავითარი ერთადერთი რისი უფლებაც მოგცეს, ეს და დღემდე ასე გრძელდება ჩემო საყვარო, ის იყო რომ ჩვენ უფლება მოგვეცა უკვე ამ შენობაში საღამოების ჩატარების. მაგრამ კურიოზებს ჰქონდა ადგილი, დღეს მწერალთა კავშირი სად არის? ხომ უნდა ვიკითხოთ არა ეს ისტორიული ორგანიზაცია. ესე იგი, მწერალთა კავშირი დღეს არის თავისუფლების მოედანზე, ადრე როგორც მოგახსენეთ, ჩვენი იყო ოლიმპიური კომიტეტის შენობაც მაჩაბლის 11 და მისი უკანა მხარე გადატიხრული არის, იმიტომ რომ ტოლვილები იყვნენ შეჭრილი.
და როცა ჩვენ ქუჩაში დავრჩით, თვითონ ტორვილები მოვიდნენ. აი ეს იყო საოცარი რაღაცა, რომ ერთადერთი ვინ ჩვენ მხარს გვიჭერდა, ისევ იყვნენ ქართველი ადამიანები, რომლებიც საშინლად განიცდიდნენ ჩვენ მდგომარეობას და რამდენიმე ოთახი მოგვცეს. ოთახი, რომელიც არის საოცრად ავარიული, შენობა, სადაც იატაკზე შეიძლება მხოლოდ დადო საარქივო ნივთები, იმიტომ რომ საშინელ მდგომარეობაშია შენობა, კედლები დაბზარული და ერთი შემთხვევა მქონდა, ერთ-ერთი ქვეყნის ელჩმა გადაწყვიტა, რომ ანთოლოგია გამოსულიყო და თურმე მიასწავლეს მწერალთა სახლიდან, რომ საქართველოს მწერალთა კავშირი იმ შენობაშიაო. ნუ შემოსულა ჯერ ვერ წარმოუდგენია, რომ იმ საშინელ პირობებში, სადაც საჭმლის სუნია, სადაც კატები და ძაღლებით ის არის კიბეებზე და ყველაფერი განადგურებულია, კედლები გადახსნილია. ვერ წარმოიდგენდა, რომ იქ იყო, მაგრამ მაინც ვაშკაცურად ასულა მეოთხე სართულამდე. აი მეოთხე სართულზე როცა ასულა, ცუდად გამხდარა, იმიტომ რომ ერთ-ერთი ტორვილი გარდაცვლე და ჩემს კაბინეტზე კუბო იყო მიყუდებული. ასე რომ მეზობლები იუმორში ყვებოდნენ, როგორ მირბოდა ელჩი კიბეებს, როგორ ახდებოდა. ასეთ პირობებში ვართ დღემდე და როცა ვინმე კი არა, ყველა ვინც ჩამოდის უცხოეთიდან, ეს არის პოსტსაბჭოური სივრცის თუ სხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელები, ისინი მაინც არა მწერალთა სახლის დირექტორთან, არამედ მოდიან კოლეგასთან. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ წლების მანძილზე ვიყავით საერთაშორისო ორგანიზაციის სამი ზღვის აუზის მწერალთა ორგანიზაციის წევრები და როცა მოდიან ჩვენთან, მე მცხვენია საქართველოს მოქალაქე ვარ და ჩემთვის უპირველესად არის პრესტიჟი ქვეყნის და მცხვენია, რომ იმ შენობაში წავიყვანო. ამიტომ შემყავს მწერალთა კავშირში, ვითომ ისე ვიქვართ, სადღაც კუთხეში დავждები ხოლმე და ვიწყებ საუბარს, რომ როცა მემორანდუმი უნდა შეიქმნას, მე იქ ხომ არ მაქვს არც კომპიუტერი, რომ მოასწროს ჩემმა თანამშრომელმა ესე იგი სადღაც 9 კილომეტრამდე გაქცევა ამობეჭდა წერილის მემორანდუმის და მე ვიქცევ რაღაცებს უყვები ჩვენს ისტორიებს და შემდეგ ის ჩამოდის და მე ვატან მემორანდუმზე ხელმოწერილ წერილს. ვითომ იმ შენობაში ვარ, ადრე იცოდნენ ასეთი რაღაცა, ღარიბ ადამიანს სასიზოს აჩვენებდნენ ხოლმე მდიდარი ნათესავის სახში, დღესაც ასე ვართ, ღარიბი ნათესავები. ორგანიზაცია, რომელსაც არ აქვს არავითარი დაფინანსება, ორგანიზაცია, რომელსაც აღარ აქვს თავისი უდიდესი ქონებიდან არაფერი, ისეთი ქონებაც კი წაგვართვეს, რაც ისტორიულად დიმიტრი ყიფიანის დანატოვარი იყო და მისი შვილიშვილის ნაჩუქარი ქვიშხეთში, სადაც გაიზარდა თაობები და ჩვენს მიერ აშენებული შენობები იყო, ყველაფერი რაც გააჩნდა ქართულ მწერლობას, მწერალთა კავშირს, ქართულ მწერლობას და მწერალთა კავშირს რატო გამოვყოფ, იმიტომ რომ მწერალთა კავშირი იყო ორგანიზაცია, რომელიც ეროვნულ ცნობიერებაზე იყო დაფუძნებული და არსებობდნენ რამდენიმე ახალგაზრდა ლიბერალი მწერლები, რომლებიც ჩვენთან არ შემოვიდოდნენ ორი მიზნის გამო. პირველი, იმიტომ რომ ისინი ფანტასტიკურად ფინანსდებოდნენ და მეორე, იმიტომ რომ მათთვის ღიმილის მომგვრელი იყო სიტყვა აღმაშენებელი, თამარ დედოფალი და დიდი ქართული მწერლობის ისტორია. ქალბატონო მაყვალა, ეროვნულ ცნობიერებას შეეხეთ თქვენ. რას ფიქრობთ სააკაშვილის რეჟიმის დროს? მიადგა თუ არა ზიანი იმას რისკენაც ამდენი საუკუნის მანძილზე? მიუხედავად ბევრი სირთულის და ჭირვარამისა, ჩვენი ერი მიისწრაფვოდა, რომ შეენარჩუნებინა ის მთავარი, რაც არის ქართული სული, კულტურა, ენა, სარწმუნოება. და კულტურაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ერთ-ერთ პირველ ადგილას არის ქართული მწერლობა. როგორ ახასიათებთ ამ ზიანს, თუ თვლით, რომ ზიანი მიადგა? ხომ არ თვლით, რომ თქვენ ახსენეთ ნაწარმოები გიჟის ახურავზე და პროტესტი, რომელიც მწერლებს ჰქონდათ? მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი თვლიდა, რომ კარგი რამ დაემართა ჩვენს ქვეყანას ვარდების რევოლუციის შედეგად. თქვენ მაინც თვლიდით, რომ ეს არც თუ ისე კარგი რამ იყო და რომ რეალურად ასე ქვია, მავნებელი გიჟი მოვიდა ხელისუფლებაში. ამას თქვენ პირველივე დღეებიდანვე ხედავდით და ხომ არ იყო ეს რიტორიკულად სვამ ამ კითხვას, მაგრამ პასუხია საინტერესო. მწერალთა კავშირის ზე გადაკიდება და შურისძიება იმ მწერლებზე, ვინც წინააღმდეგობას უწევდა ძირშივე ახალ ხელისუფლებას, თუ ეს იყო უფრო რაღაცა მასშტაბური
და შენება თუ ჩამოყალიბება ახალი ქართველისა, რომელიც უნდა ყოფილიყო გოკა გაბაშვილისნაირი, გიორგი კანდელაკისნაირი, ბაბუცა პატარაიასნაირი, ბაია რომ დაირქვა ახლა და ასეთი ბაბუცებისნაირი უნდა ყოფილიყო ქართველი ქალი და ქართველი მამაკაცი და არა ვთქვათ ისეთი როგორებსაც ვიყავით მიჩვეული ადრე და რასაც ვიყავით მიჩვეული ადრე, ანუ ტრადიციას, ღირებულებებს ეს შეირაცხა დასაცინად და ფაშიზმად, როგორც მინისტრს უთქვამს კიდეც თქვენთვის. ანუ რო შევაჯამო შეკითხვა, იყო ეს ლოკალური დარტყმა თუ უფრო რაღაცა მასშტაბური ანტიქართული პროცესი. მოგახსენებთ. დიახ, ბრძანეთ. ბოდიში. პირველ რიგში დიდი მადლობა, ძალიან ემოციური გამოსვლა იყო და რა ვიცი, შეუძლებელია ისმენდე ამას და რაღაცნაირად არ განიცდიდა და ეხლა ხალბატონმა თემ რაც კითხვა დასვა. ეს დამოკიდებულება ქართული მწერლობისადმი, ეხლა თქვენზე უკეთ არავინ იცნობს იგივე სასკოლო პროგრამებს და როგორ აისახა აი სასკოლო პროგრამებში. მოგახსენებთ მაგასაც. დავიწყებ იმით, რომ როცა სადამ მოვიდოდნენ ჯერ კიდე ვარდების რევოლუციის შენებელნი, იქამდეც ჩვენ მაშინ ვერ ხსნიდით, მაგრამ პროცესს ხსნობდით, არსებობს ახსნა, რომელსაც ნელ-ნელა ახლა ჩვენ ხსნით, რაც ხდება დღეს და არსებობს განცდები, რომ ვერ გაგიგია რატომ. როცა ეს მოხდა და ყველაფერი რაც გადაიტანა ჯერ მწერალთა კავშირმა, ჩვენ პირველი მსხვერპლი ვიყავით, შემდეგ ამას მოყვა ჟურნალისტების დარბევა, ამას მოყვა უნივერსიტეტში მხცოვანი პროფესორების გამოკეტვა დახურულ შენობაში ტუალეტში შესვლის უფლებაც კი რომ არ მისცეს, ამას მოყვა საშინელი დამოკიდებულება უწმინდესისადმი, ცოტა ხანში ამას მოყვა აკადემიისადმი ცინიკური, ანუ იმაზე რაზეც ქვეყანა იდგა, ქვეყნის ცნობიერება, მისი შეურაცხყოფა და დამცირება, მაგრამ რა უნდათ ყველაზე მეტად? სამი რამეს ემსახურებოდა ჩვენი განადგურება. პირველი და უპირველესი ეს იყო ისტორიული საძირკველის მორყევა, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ქართულ მწერლობაში არის გაცხადებული ერის სულიერება. და როცა მწერალთა კავშირი შეიქმნა, სწორედ ტიციან ტაბიძე ბრძანებდა, რომ ერის სული მწერლობაში ლაპარაკობს, სხვას არავის აქვს ერის სახელით ლაპარაკის უფლება, ეს მწერლის საფრთხო საქმეა და თუ ვინმე საქართველოს მოკლა სურს, ჯერ მწერალს უნდა ესროლოს. ეს ის პერიოდია, რომ მოკლა აღარ ჭირდება ჩვენ, იმიტომ რომ ისედაც გამცირებენ 1000 გადაცემას, ისეთ გადაცემებს აკეთებდნენ, გული გაგისკდებოდა მწერალთა კავშირზე, დიდუბის პანთეონს შეურაცხყოფდნენ გადაცემებით მახსოვს. და პირველი, სამი რამე უნდათ. პირველი, ცნობიერების შეცვლა, ახალი ადამიანის მიღება. სხვათა შორის მე როცა მსოფლიო ლიტერატურას ვეცნობოდი, იქაც ვნახე, რომ თურმე ასეთ პროცესს ქვია გონების მალაყი. გონების მალაყი და გონების მალაყი უნდათ ქართველებს, ვისაც ყველაზე მეტად ქართული სიტყვა უყვარდათ, ამათ გონებაში მალაყი უნდა მომხდარიყო. მეორე რისთვისაც ხდებოდა, ეს იყო ქონების შოვნა სახელმწიფოს, ართმევდა ყველას და ყველაფერს, განკულაკება ხდებოდა და ამით ავსებდნენ თავის სალაროებს და მესამე, რაც ასევე უმნიშვნელო არ არის, ეს იყო შიშის დათესვა. რომ აი შენ ვინც მე არ გაშლილი ხელითა და გაშლილი გულით, ისეთივე პასუხს გაგცემ. სამივე გადაიარა, სამივე ჩვენს თავზე და მე მახსოვს ამასაც მოყვები, რომ პროგრამები იყო მეთქი, რატო ვამობ. უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო მოგეხსენებათ და ფინანსდებოდა ისეთი პროგრამები, რომელიც ახალი ქართველის გამოყვანას უწყობდა ხელს. და მე მახსოვს, მე არ ვიცოდი მაშინ, რადგან უხელფასო დავრჩით, დავიწყე დევნა და ძებნა, რომ იქნებ რაიმე პროექტებით მაინც ორი თეთრი მოგცენ მეთქი. მე მაშინ არ ვიცოდი, რომ თურმე სოროსის ფონდი არ დაგაფინანსებს, შევიტანე წიგნი, ძალიან საინტერესო წიგნი საქართველოზე, რომ ქართველი ბავშვი როგორ უნდა გაგვეზარდა, მთელი ქართველი კლასიკოსები და მსოფლიო გამოცდილებით. და იქ იყო ერთი თავი რელიგიაზე. და მითხრეს, რომ იქ სადაც ქრისტიანობაზე არის საუბარი, ვერ დაფინანსდება. ასევე ევრაზიულ ფონდში დავინტერესდი, როგორ ხდებოდა პროექტების განხორციელება და მომცეს ერთი
პროექტი, რომელიც როგორც მე ვფიქრობ, გამარჯვებული იყო ზურა ჭიაბერაშვილის, სადაც იყო განმარტებული, რომ უნდა იმისთვის, რომ მომავალში საქართველო იყოს ძლიერი, საჭირო არის დაივიწყოს წარსული. და ამისთვის საჭირო არის ყველაზე მეტად, ზედმეტად არ ჩაეჭიდოს წარსულის ფესვებს და ამისთვის საჭირო არის ისეთი ადამიანების მოძებნა, რომლებიც გახდებიან პოპულარულები, ტელევიზიებით, წიგნებით, ამათ სჭირდებათ დაფინანსება და ამ დროს შერჩეული ყავდათ რამდენიმე პიროვნება, მე კარგად მახსოვს და დამამახსოვრდა განსაკუთრებით ლაშა ბუღაძე, იმიტომ რომ სწორედ მან წყინვალედ შეასრულა დავალება და უცხოური დაფინანსება და დაწერა თამარ მეფეზე შემზარავი ნაწარმოები და ცოტა ხანში ოქროს საუკუნე თუ არ მეშლება სათაური მაპატიოს ავტორმა თუ მეშლება, სადაც იყო იმაზე საუბარი, როგორი ჩამორჩენილი ქვეყანაა საქართველო, როგორ უნდა მამაკაცთან დაქორწინება და ქალს ქალთან, როგორ მიდის ეს წყვილი უცხოეთში და შემდეგ რა ბედნიერები არიან, რომ მათ ბავშვი აიყვანეს და მე მახსოვს შეხვედრა მქონდა საბერძნეთში ქართველებთან და აღშფოთებულები დამხვდნენ, ვიფიქრე რამე დავაშავე მეთქი და თურმე ლაშაზე იყვნენ აღშფოთებული, ჩამოსული იყო ეს წიგნებიო ვიყიდეთო და სახში საქართველოს ბონატრებულმა ქართველებმა რომ მივიტანეთო და ვიფიქრეთ შვილებს წავაკითხებთო გული გაგვისკდა ეს რომანი რომ ნახეთო. აი ეს და მე უკვე საქართველო ვერ ხვდებოდა, რატო იწერებოდა ისეთი წერილები, როგორიც არის ქართლის დედის შეურაცხყოფა, რატო ხდებოდა მაგალითად რომანებში სვანი ადამიანებზე უარყოფითი ნაწარმოები, სადაც ერეკლეს საღლიანმა კინაღამი ფაქტი მიიღო მახსოვს სუდ კონტექსტში მოხსენიებული. ეს ყველაფერი იყო ერთადერთი რამისთვის, რომ დარღვეულიყო ქართველი კაცის საუკუნოვანი ცნობიერება. ამიტომ მოხდა თქვენ სახელმძღვანელო მკითხეთ, ამიტომ მოხდა იგივე დედაენის სკოლებიდან ამოღება და მე მახსოვს როცა უკვე თქვენი ხელისუფლების დროს მოხდა ის რომ დედაენას მიეცა იაკობ გოგებაშვილს უფლება რომ სკოლებში შესულიყო, როგორ გამოდიოდნენ და ამას დიქტატურად მიიჩნევდნენ ჩვენი ლიბერალები. ისიც მახსოვს რომ ბატონი ოტია იოსელიანი ბოლო დღეები მე მაგ გადაღებული და ბატონი ოტია ასეთ რამეს მიყვება რომ რას აკეთებენო კაცო ესენიო თლად გააბდლდნენო. რატომ მეთქი ბატონო ოტია და დედაენაო ისე გააფუჭესო და თან ქვიაო წიგსო საავტორო წიგნიო და ვიკითხეო რას ნიშნავსო თურმე დედაენას რომ გააფუჭებ და გაანადგურებო ას არისო საავტორო წიგნიო და რომ მივედიო სკოლაშიო და დირექტორმა თავისი დაწერილი დედაენა მომცაო გადავშალეო პირველ გვერდზე აიაო გამიხარ და დედა პატივი უციათო იაკობ გოგებაშვილისო მეორე გვერდზე უკეო იყოო ესაო ხო და აითხაო არ გადმომიხტუდეს კაცო თხა წინო და მე იუმორში ამობდა რომ მე ხვეწებოდა დირექტორიო რომ ბოლომდე ჩადით ბატონო ღვინო რო გასინჯოო თხლემდე კი არ უნდა ჩაქვიდე რო დალე ვერ წვიც მიხვდები კაიათო ცუდიო და აი ესეთ თავს ვიქცევდით რომ იტყვიან იუმორით იმ პრობლემებზე რაც იყო. პრობლემა იყო ისიც რომ დედაენი და სახელმძღვანელოდან ამოიღეს ისეთი პატრიოტული ლექსი, მე მიმაჩნია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვისთვის სასწავლი ლექსი, როგორიც არის სადაც მშობილ ვარ გავსtildeლ ვარ და მის როლია ისა. ბევრი რამე შეიცვალა. სახელმძღვანელობაში ისეთ ცუდად შექონდათ ლიტერატურა, რომ ზოგჯერ კარგი ნაწარმოებიც კი ცუდად აღიქმებოდა ბავშვებისთვის. და ყველაფერი ეს ერთ მიზანს ემსახურებოდა, რომ ჩვენ არა გვაქვს დიდი ლიტერატურული წარსული, რომ ჩვენ ჩამორჩებით ეპოქას და სამწუხაროდ დღემდე კარგი ლიტერატურის შეტანა სკოლებში დღესაც კი ძალიან ძნელია, მაგრამ არის სკოლები, საავტორო სკოლები, სადაც მაგალითად ავალებენ ბავშვებს, რომ მანდამაინც სულაკაურის გამოცდილების წიგნები იყიდონ და არც თუ ისე მაღალი მხატვრული ნაწარმოებები. ეს დღესაც კი ბოლომდე ძალიან ბევრი რამ არის ქალბატონო მთეა სამუშაო. მე არ ვამბობ, რომ მე შემიძლია ბევრი რამის გაკეთება, თქვათ ამ სფეროში, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც კარგად იციან და ალბათ ის რომ თქვენ ბოლო 2-3 წელი არის ამაზე მიდის საუბარი, რომ სკოლებში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა მოხდეს, ფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი არის და მადლობელი ვიქნები თუ კი ამ ხაზით წავა სკოლებში სახელმძღვანელოების გადახარისხება. მე ბოლო კითხვა მექნება, თუმცა დავიტოვებ უფლებას, რომ კიდევ დაგიბრუნდეთ თუ კი